მაშინ ამოწმა. ამას დააჭირე. და დაიწყებს ჩაწერას. ენაგრამი თქვენი საიმედო AI ბიზნეს პარტნიორია. ეს ჩვენ მომწმეთ. დღეს ჩვენ მოვუწმებთ ამ ლაპარაკებს. შეფასებას უნდა დავაჭიროთ. ამ ლაპარაკებებზე საუბრობთ. და გენდებას ინდიხანი აღარ დასჭირდეს. მოდი კაცის მე ვარ რატის ხირტლაძე, დავაფუძნე მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია, რომლის მთავარი მიზანიც არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ენობრივი ტექნოლოგიების კვლევა. პროდუქტების კეთება დავიწყეთ 2019 წლიდან. მიზანი არის, რომ ქართულმა ენამ აუბას ფეხი ტექნოლოგიურ პროგრესს. ვწვრთნით ჩვენ თვითონ ჩვენივე მონაცემებზე ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, გვაქვს ჩვენი საკუთარი ინფრასტრუქტურა, ანუ სრულიად ავტონომიური ვართ. ვიზიდავთ სხვადასხვა ახალგაზრდა მეცნიერებს, ახალი სისხლის შემოაქვთ, ასე ვთქვათ და საუკეთესოები აქედან ჩვენთან რჩებიან და აგრძელებენ შემდეგ სხვადასხვა ამოცანებზე მუშაობას. აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და სწორედ ამის წყალობით არის ჩვენი პროდუქტები საუკეთესო ბაზარზე. პირველი პროდუქტი არის საუბარმწერი, რაზეც ყველაზე დიდი მოთხოვნა არის, რაც ხმას გარდაქმნის ტექსტად. ხმა ტექსტი. იყენებენ ამ მოდულს მარკეტინგული კომპანიები, ცხელი ხაზი შეიძლება ჩანაწერების გატექსტება და ისევ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შემდეგ ამ ტექსტების გაანალიზება. ასევე ქმნით ამ ლაპარაკებელს, ანუ text to speech, როდესაც ქართული ტექსტი არის დაწერილი და მას ქალის ხმით ან მამაკაცის ხმით გარდაქმნით აუდიო სიგნალად. ვიჯეტი, რომელიც საკმაოდ საინტერესო სიახლეა, ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის. ეს ჩვენი ვიჯეტი ბევრ ფუნქციას მოიცავს. ეს არის ხელსაწყო, რომელიც ინტეგრირდება ვებგვერდთან და მას ხდის ადაპტირებულ შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. ძალიან დიდი აქცენტი გვაქვს გაკეთებული მედია მონიტორინგის პროგრამის შექმნაზე, იმიტომ რომ შარშან-არჩევნების პერიოდში აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი მოთხოვნა არის მედია მონიტორინგზე. ანუ ენაგრამის მთავარი მიზანი არის, რომ ეს ჩვენი შექმნილი პროდუქტები გამოიყენონ ბიზნესებმა, გამოიყენონ ადამიანებმა, დავეხმაროთ კომპანიებს, რომ ხელოვნური ინტელექტი დაინერგოს მათ ბიზნეს პროცესებში. გაზარდო ხარისხი შეიძლება მთელი რიგი ამოცანები გადაჭრან, უფრო სწრაფად ჩაანაცვლონ, თქვათ, მონოტონური საქმეები შესრულება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. დაზოგონ დრო, დაზოგონ ფული. ჩვენი გამოცდილებით უფრო ეფექტურია, როდესაც ბიზნესი თავის პროცესს გვიყვება და ჩვენ უწევთ კონსულტაციას პირველ ეტაპზე თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენება და ჩვენ ხელოვნური ინტელექტის ბევრ სფეროს ვფარავთ და შესაბამის კომბინირებულ გადაწყვეტილებებს დავაზრდით.